ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 93 საარჩევნო ოლქში ამ დროისათვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია 10 პარტიამ წარადგინა. როგორც ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე განმარტავს, მუნიციპალიტეტში გამგებლობისთვის რეგისტრაცია 5 კანდიდატმა გაიარა. დღეს ხელვაჩაურის 93 საარჩევნო ოლქში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიტანა. პარტიის პროპორციული სიის ხუთეულში 3 იურისტი შევიდა. პირველ ნომრად თეიმურაზ ზუმბაძე დასახელდა, მეორე ნომრად კი მიშა ბოლქვაძე. სიაში მესამე ნომრად ნუგზარ ბოლქვაძე იქნება, ხოლო მეოთხე ნომრად ფილოლოგი შორენა ცინცაძე. მას მეხუთე ნომრად პედაგოგი ვაჟა თავდგირიძე მოსდევს. პარტიის გამგებლობის კანდიდატი მუნიციპალიტეტში ირაკლი ჯაფარიძეა. ჩვენ მიერ დღეს წარმოდგენილი იქნა პარტიული სიის ნომერაცია და კანდიდატები. პარტიული სიით წარმოდგენილი იქნა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები, წარმოდგენილი იქნა გამგებლობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. რა თქმა უნდა, გენდერული ბალანსი ჩვენთან დაცულია, საკმაოდ არის წარმომადგენლები, მანდილოსნები ჩვენს პარტიულ სიაში 20 კანდიდატიდან პარტიულ სიაში 6 მანდილოსანია. საარჩევნო სიები შემოიტანა 10 სუბიექტმა, რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატებს არის 5 გამგებლობის კანდიდატი. ჩვენ 2 დღის ვადაში განვიხილავთ მათ საბუთებს და შესაბამისად მივცემთ რეაგირებას, ანუ თუ ყველაფერი რიგზია საბუთებში, დავარეგისტრირებთ და უკვე იქნებიან ოფიციალურად საარჩევნო ბიულეტენებში.